სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ როგორ არ უნდა დავკარგოთ დრო, როგორი მნიშვნელოვანია დრო ჩვენს ყოველდღიურობაში, როგორი ძვირფასია, როგორ აუნაზღაურებელია ყოველი წამი, რომელსაც იმ საქმეში არ ვხარჯავთ, რისთვისაც შევქონა ღმერთმა. ჩვენ ქრისტიანებმა ეს ვიცით თეორიულად მაინც, თუმცა ეს ცოდნა ხშირად ვერ რეალიზდება საქმეში. და მე პერიოდულად კარგია თუ ეს გვაწუხებს. ერთ-ერთი ყველაზე მეტად, როცა ის უნდა გვაწუხებდეს, ყოველი წამი ღვთის გარეშე, როცა ჩვენ ყოფით საქმეებს ისე მივეცემით, რომ ღმერთი არ გვახსოვს, როცა ეს მდგომარეობა გვაქვს ხშირად და ხანდახან ყოფით საქმეს ვინჩივის, როცა უაზროდ ყოფობაში ვატარებთ დროს, ყველაზე მეტად შეიძლება ეს ყველაზე მეტად განიცდებოდეს ევქარისტიული მსახურების დროს, როდესაც მთელი არსებით წესით ჩვენ ქრისტიანები უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ქრისტეზე. ყოველთვის ასე უნდა ვიყოთ, როგორც დიდი პავლე ამბობს, რასაც არ უნდა ვიქმოდეთ, ყველაფერს ღვთის სადიდებლად ვიქმოდეთ, მაგრამ ამ დროს, როცა ჩვენ ყველაფერს გვერდზე გადავდებთ და მოვდივართ იმისათვის, რომ ქრისტეს შეუერთდეთ, საღვთო ბუნების ზიარნი გაახვდეთ, როგორც პეტრე მოციქული ამბობს და მივიღოთ ის დიდებული საიდუმლოება, რომელსაც ევქარისტიული საიდუმლოება ქვია, რასაც ჩვენ ქრისტეს ხორცთან და სისხლთან ზიარებას უწოდებთ, რაც არის ჭეშმარიტად ეს სწორედ ხორცთან და სისხლთან ქრისტეს ზიარება, როცა ჩვენ აქ მოვდივართ, ამ დროს ყველაზე მეტად უნდა ვგზნობდეთ და განვიცდეთ იმას, რომ ამ წამამდე, ამ დრომდე, როცა ჩვენ უფალთან შეერთებას ვცდილობთ, რამდენი ის ძვირფასი დრო გვაქვს დაკარგული, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში რეალიზდებოდა ჩვენთვის ის სანუკვარი ცხოვრების საზრისი, რისთვისაც ჩვენ დავიბადენით და რაც ჩვენ უფლის წყალობით მოგცარა რწმენა გაცნობიერებული გვაქვს. ამ დროს თუ ეს გვაწუხებს, ყველაზე მეტად მაშინ ვართ ქრისტიანები, ყველაზე მეტად მაშინ ვფიქრობთ და ვზრახავთ, როგორც ქრისტიანი უნდა ფიქრობდეს, ზრახავდეს. ანუ ვაცნობიერებდეთ, რომ რადგან ჩვენ გონიერი და თავისუფალნი არსებანი ვართ, რადგან მარადისობისათვის შექმნილი ღვთის ხატად და მსგავსად, ღვთის შვილობისთვის, მადლით ღმერთობისათვის, გონება მიუწვდომელი სიხარულისა, მხიარულებისა, ბედნიერებისათვის, ჩვენთვის უცნობი სიკეთისა და უცნობის სიყვარულისთვის, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ და არ ვიცით რა არის. როდესაც ჩვენ ყველაფერს ვაცნობიერებთ და ხვდებით და ვიცით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ რეალიზდება, როცა მას დაუკავშირდებით, ვისი ხატიცა და მსგავსით ჩვენ ვართ, როცა ჩვენ ამას ვფიქრობთ, როცა ჩვენ ამას ვხვდებით, მაშინ ბუნებრივია, რომ ორი რამ შემოდის ჩვენში. ეს არის მთელი არსებით კონცენტრირება ქრისტეზე, ჩვენი ცხოვრების ყოველ წამიერი კონცენტრირება ქრისტეზე და პასუხისმგებლობის დიდი განცდა პასუხისმგებლობისა. იმიტომ რომ ჩვენ თუ ამ ყველაფერს ამის რეალიზებას ჩვენში ხელს არ შევუწყობთ, მაშინ ჩვენ პასუხს ვაგებთ როგორც გონიერი და თავისუფალი არსებანი, ანუ პასუხისმგებელი არსებანი პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე. ჩვენ ბევრჯერ ის გვითხოვს, რომ იმისათვის, რომ ეს საღვთო ნება და საღვთო განგებულება რეალიზდეს, იმისათვის, რომ ბოროტმა არ გაიმარჯვოს ჩვენს გულში, ამისათვის ჩვენთვის არ არის საკმარისი რელიგიური ცხოვრება, ანუ როცა რწმენა რელიგიურ ცხოვრებაში ვლინდება. იმიტომ რომ რელიგიური ცხოვრება აქვს ყველა ადამიანს სწორი სარწმუნოების და მიუხედავად. და რელიგიური ცხოვრებას აქვს თავისი პრინციპები და წესები. მაგრამ რელიგიური ცხოვრება მოვიდა წინააღმდეგობაში ქრისტესთან, როცა ღმერთი ადამიანად მოვიდა.
იმიტომ რომ რელიგიური ცხოვრების თუ სადღაც აი თუნდაც წარმართულ რელიგიებში ვიღაცას რო კითხო, თქვა წარმას, რომ აი რატო გწამს ასე და სწორადაც რომ გიპასუხოს. იმიტომ რომ ადამიანია ისიც და ღვთის ხატი და მსგავსია და თქვას, რომ აიცი მე მინდა რომ მარადისობაში ღმერთთან ვიყო. ჩემი დოქტრინა იმასაც კი არ მეუნება ღმერთი არის თუ არ არის, თქვა ზოგიერთ აღმოსავლურ რელიგიებში, მაგრამ აი რაღაც ინტუიციურად თუ ასე სწორად ვიცხოვრებ, ეგება რაღაცა აი ესეც რომ ფიქრობდეს, ასეც რომ ფიქრობდეს ადამიანი. რელიგია მაინც რელიგიად რჩება, გამოცხადებითი იქნება ეს ძველი აღთქმისა თუ აი ადამიანთა ცნობიერების მიერ შეთხზული. რელიგია რელიგიად რჩება ცალკე და ქრისტიანობა ამ ყველაფერთან დაპირისპირებაში, იმიტომ მოდის, რომ რელიგიის მიზანი არის რა? ღმერთთან ერთობა, როცა ღმერთი ადამიანად მოვიდა ეს ერთობა გახდა ობიექტური სინამდვილე ჩვენთვის ხელშესახები. ეს დაახლოებით იმას გავს, რომ ძველი აღთქმის ადამიანები რომ ელოდებოდნენ ქრისტეს, ანუ მესიას და რომ მოვიდა, რომ არათუ ვერ იცნეს, არამედ პრინციპულად რო უარყვეს. ანუ დამთავრდა იქ ძველი აღთქმის რელიგია. დამთავრდა, იმიტომ რომ რისთვისაც იყო ეს ყველაფერი, ის რეალიზდა და რეალიზდა და აღარ მიიღეს, დამთავრდა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კი ჩვენ ხშირად ვამბობთ ასე, რომ ჩვენ ვეძებთ ღმერთს და წმინდა მამების გამონათქვამებშიც ხშირად არის ეს და ამაში კიდე სხვა რამე ამაში იგულისხმება არა ის, რომ არ ვიცი ღმერთი სად არის, როგორ არის, ვინ არის, სად ვეძებო, როგორ ვეძებო და აი არამედ ყველაფერი ვიცი და ამის რეალიზებას ვუწოდებ მე ძიებას ღვთისას. თორე ჩვენ ყველაფერი ვიცით, ჩვენთვის დაფარული აღარაფერია. საიდუმლოებაც და მისტიკაც რო არის ნახსენები ეკლესიაში, არა იმ გაგებით რომ რაღაც დაფარულია და მე უნდა გავიგო, არამედ ის რაც დაფარული იყო და რომ განცხადდა, მე ის უნდა დავინახო და გული გაუხსნა. და ძალიან საწყენია ხოლმე, როდესაც ეკლესიაში მყოფი ადამიანი რელიგიურად ცხოვრობს. ანუ ბრმა არის და ეს სიბრმავის კომპენსირებას, სიბრმავიდან გამომდინარე ძიმე მდგომარეობის კომპენსირებას ახდენს გარეგანი რიტუალებით, წესებით, ზნეობრივი ნორმების დაცვით, ცოდვებთან ბრძოლით, კი ბატონო, საეკლესიო სახურებებში მონაწილეობის მიღებით და მადლს ხო გზნობს ადამიანი, მით უმეტეს მისი გული განცდელია მადლის რამე თუ ქრისტე რო ღმერთია, ეს უკვე შეიცნო. და აი ამ ყველაფრით კმაყოფილდება და ვერ ხვდება, რომ რეალურად უნდა მოხდეს ეს კავშირი ჩვენ შიგნით უნდა მოხდეს ეს კავშირი და ცეცხლი როგორც ხშირად ვამბობთ ხოლმე უფლის სიტყვებს, რომ ისი მოვიდა ცეცხლის მოფენად ქვეყანასა ზედა და ეს ცეცხლი ჩვენი გულია, ეს ცეცხლი რეალურად, ნამდვილად განცდითად, ანუ უნდა განვიცადოთ, განცდის დონეზე უნდა შემოვიდეს ჩვენში. და რა თქმა უნდა, თუ ესე მოხდება, ჩვენი ცხოვრება შეიცვლება, ის მართლაც კონცენტრირებული გახდება ქრისტეზე და ამის გარეგანი ილუსტრაცია, როგორ მივხვდებით ჩვენ ამას. ჯეროდი აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ცხოვრების არც ერთ წამს ქრისტე არ გვავიწყდება, მუდამ გულანთებულნი ვართ. მაგრამ თან ვიცით, რომ ეს ჩვენი ემოციები და გრძნობები კი არ არის, ეს ის არის, ვინ ჩვენთვის სამყარო შექმნა და ისე შეგვიყვარა, რომ მოვიდა და მოკვდა. და ამავე დროს მოყვასთან ურთიერთობაში ჩვენ ხედავთ ჩვენს ტრანსფორმაციას, რომელიც რაღაც პროცესად ჩაირთო და დაუსრულებლად მიემართება ჩვენი ქრისტეს მსგავსებისკენ. და თან იმასაც ხვდებით, რომ აქ ჩვენი დამსახურება ნულოვანია, არაფერი, ერთადერთი ჩვენი რაც არის ხელს უშლით უბრალოდ. ჩვენ რო ხელს არ უშლიდეთ ღმერთს, აქამდე გრიგოლ ხანძთელივით გავანათებდით შიგნიდან. ჩვენი დამსახურება ბჭყალებში მხოლოდ ის არის, რომ ხელს უშლით და წინააღმდეგობას უწევთ და ნეტავი ისე ვერ გაუწიოთ წინააღმდეგობა, როგორც აქამდე უწევდით, ნეტა ჩვენი წინააღმდეგობა შემცირდეს, რომ დაუთმოთ უფალს და მივცეთ მას საშუალება, იმიტომ ის ხო არ ძალადობს ჩვენზე, მივცეთ მას საშუალება, რომ მან ჩვენში იმოქმედოს. ამიტომაც აი პავლე მოციქულის ეს სიტყვები ძალიან ხშირად ეს ცეცხლოვანია და ჩვენს აი ყოფას ეხება ხოლმე ხანდახან. ხო, აბა როგორ უნდა ეთქვა სხვანაირად პავლე მოციქულის რომელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ სულ რაზეც არ უნდა ფიქრობდე, რა თემაზეც არ უნდა ფიქრობდე. აი დღევანდელ დღეს ესე ამბობს, ვინც დღეზე ფიქრობს, ანუ ის რა ჩვენს ყოფა არის,
ჩვენ ყოფაზე ვფიქრობთ, ხო, სულ რაღაცა გვაწუხებს, რაღაცა გვჭირდება, უფლისათვის ვფიქრობს ამბობს. არა იმისათვის, რომ გშია და გაძღე, აშენებ და ესე იგი დაასრულო, რაღაცა სამსახურებრივი გეგმა გაქვს, კარიერა იქნება თუ რაღაცა მიწიერი საქმეები თუ ოჯახური, ეს ყველაფერი გაქვს, არა იმისათვის, რომ მიზანი ის არის, არამედ უფლისათვის. აი ყოველგვარი მოკიბის გარეშე პავლე მოციქული გვეუბნება, რომ ყველაფერი ქრისტეს დაუკავშირდება. და არა თუ რაღაცა სერიოზული გეგმები, არამედ ვინც ჭამს უფლისათვის ჭამს. მე კიდევ მეგონა რომ იმიტომ ჭამდი რომ შიოდა. ესე ეგონა ლუარსაბ თათქარიძეს, ნახეთ, როგორც კი ღმერთს გამოაცლის საჭმელს. ღმერთს გამოაცლის საჭმელს, ლუარსაბად იქცევი. ანუ ჰედონისტად იქცევი და შენგან ადამიანის აღარაფერი აღარ რჩება. და ესია გადავხედოთ სამყაროს. შევხედოთ სამყაროში დღეს რა ხდება. და ეს ყველაფერი თან როგორ ხდება? სიკეთის სახელით, ზმობის, ერთობის, თავისუფლების, დემოკრატიის, პიროვნული თავისუფლების, ჰუმანიზმის, ადამიანზე ზრუნვის სახელით, იდეების, ნაციონალური, ეროვნული, სახელმწიფოებრივი, რელიგიური ყველაფერი ეს ღირებულია. კაცობრიობა აი ამ ღირებულებებით მოქმედებს, აპელირებს და რას დაემსგავს ამ სოფლიო? რას გავს უბრალოდ? გული გვისკდება, ეს დედამიწა ხო ერთია, ხო ერთ დედამიწაზე ვცხოვრობთ ყველა, სხვა ხო არა გვაქვს. სადიბადებიან ჩვენი შვილები, სადიბადებიან ჩვენი შვილიშვილები. კატასტროფული სიტუაცია. და რატო? იმიტომ რომ აი ვიღაცა რო ჭამს გონია რომ შია და ემიტო ჭამს და არა უფლისათვის. ეგრე ცხოველი ჭამს. და ეს უნდა განავრცოს ხო პავლე მოციქულს საჭმელი ადარდებოდა, საჭმელზე კი არ საუბრობს. ჩვენ ხო უნდა გქონდეს ამის სიბრძნე და დავინახოთ ეს მივცეთ დიდი სპექტრი უფლის და გამოცხადების ამ სიტყვებს. ვინ ჭამს უფლისათვის ჭამს და მადლს წირავს ღმერთს და ვიღაცა არა ჭამს. ვიღაცა არა ჭამს. ან არა აქ და არა ჭამს, ან მარხულობს და იმიტომ არა ჭამს. პავლე მოციქული კონკრეტულად რაღაც განსაკუთრებულ თქვა იმის რელიგიურ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ვიღაცა არა ჭამს, უფლისათვის არა ჭამს, უფლისათვისვე არა ჭამს. ანუ რასაც გინა მარხულობდე და გინა არ მარხულობდე, ყველაფერი ქრისტეს უნდა დაუკავშირო, თორე არც ხტილი გაძლევს რამეს, არც მარხვა გაძლევს, არც ღვაწლი გაძლევს, არაფერს არ გაძლევს თუ ქრისტეს არ უკავშირდება. და ყველა ასე იქცევა და მადლს წირავს ღმერთს. მადლობას ანუ ევქარისტია, ევქარისტიული ცხოვრებით ცხოვრობს. რამდენჯერ ვთქვავს, რომ ევქარისტიული ცხოვრების წესი იმას კენიშნავს, რომ წირვაზე მოხვიდებ ხოლო. არამედ შენი ყოველი წამი ევქარისტიული უნდა იყოს მადლის მიერ. მე რო პავლე მოციქული უფრო მეტ სიღრმეს აძლევს თავის სიტყვებს და გვახსენებს ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რაც ჩვენ ხშირად გვავიწყდება. ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს თავისი თავისთვის და არც თავისთვის კვდება. აქ ესეთი ორმაგი აზრია, ჯერ ერთი მართლაც არ ცხოვრობ, სიცოცხლის ძალა შენში თავისთავად არ არის. ის გული როცევს, ესეც ღვთის მადლით არის. ესე იგი ეს ერთი, რომ არავინ არ ცხოვრობს თავისი თავისთვის და არჩენი გარდაცვალება იქნება ისე თქვა, შემთხვევით და მექანიკურად. მაგრამ ამავე დროს ამაში იგულისხმება ისიც, რომ გააცნობიერო და მადლიერებიდან გამომდინარე, რომ შენი თავი მიუძღვნა ღმერთს როგორც ცოცხალი მსხვერპლი. და სიცოცხლეც მიუძღვნა და გარდაცვალებაც და გააცნობიერე, რომ არც სიცოცხლე შენი და არც გარდაცვალება შენ არ გეკუთვნის, არამედ ჩვენ რადგან მორწმუნენი ვართ და ქრისტესნი ვართ, მივაკუთვნეთ იმას, ვინ ჩვენ გამოგვიხსნა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, გამოგვიხსნა დიდი სასყიდლით, მოვიდა ადამიანად და საშნელი ტანჯვით ჩემთვის მოკვდა. ჩვენ მადლიერებიდან გამომდინარე და ეს ზოგი ამბობს, რომ ერთ-ერთ ღვთისმეტყველს ესეთი რამეც კი წასწდა, რომ თანამედროვე ადამიანი ვერ იგებს ამას, რომ ესე იგი ქრისტე ვიღაცა ქრისტემ მოკვდა ჩემთვის. ეგრე ვიღაცა შეიძლება შენთვის, მეგობარი შენთვის მოკვდეს, ვიღაცამ თავი დადოს შენთვის. და ვერ იგებსო და ამიტომ დღეს ეს სიტყვები რა ვიცი ხა ღვთისმეტყველმა ხო უნდა იცოდეს. ქრისტე რომ მოკვდა ჩემთვის, ეს უბრალოდ მისი მხრიდან რაღაც ემოციური გძნებარე, გუმხურვალე სიყვარულის გამოვლენა კი არ არის ჩემს მიმართ უბრალოდ. ქრისტე რომ მოკვდა, მე არსობრივად გადამარჩინა. შემცვალ, ჩემი შეცვლის შესაძლებლობა მარადიული სიცოცხლეში რომ ვიყო, იმის შესაძლებლობა მომცა და ის რაც მე ღვთის წინაშე როგორც ზნეობრივ და თავისუფალ და გონიერ არსებას ესე იგი მაქვს ეს დანაშაული არათუ მომიტევა, არამედ გამამართლა, რამდენჯერ გვითხოვს, ხო პავლე მოციქული ხაზს უსვავს. ანუ ქრისტე რო ჩემთვის მოკვდა და ჩემთვის ეთკინა, მარტო ის კი არ არის, რომ აი ეგ უყვარ ვარ და ჩემთვის მოკვდა. მე რაც სიბინძურები ჩამიდენია, გამართლებული ვარ.
გამართლებული. არათუ ნაპატიები არ არის ის მაღალი დონე. გამართლებული, არავინ აღარ მოიხსენებს, თითქოს არ არსებობს, წაშალა. აქედან გამომდინარე, მადლიერება როგორ არ უნდა მქონდეს? ეს არის ჩვეულებრივი სენტიმენტალური და თუნდაც ვაჟკაცური სიკვდილი, მეგობრისთვის ეს სხვა რამეა. ეს საიდუმლოებაა, ეს მისტიკაა, ეს ღმერთის შვილობის დასაწყისია. და თუ ამას ვერ ვაცნობიერებ, აბა მაშინ რა ღვთისმეტყველი ვარ და რა ქრისტიანი ვარ? საერთოდ რა საუბარია საერთოდ ეს, როცა ადამიანი ამას ვერ ხვდება? თითქოს ღმერთს ვასწავლი ჭკუას, რომ მაშინ ეს ესმოდათ ადამიანს, დღეს ახლა ეს ადამიანებს აღარ ესმით. არა, პრინციპში არც ესმით, იმიტომ რომ ეს ესმოდეს ადამიანს. ეს რომ გააცნობიეროს, რომ galaktikები შემოქმედი შენთვის მოკვდა ისე, რომ შენ ყველა ცოდვა მიტოვებული გაქვს, მადლიერებით როგორ არ დაემხობა ღვთის წინაშე და ცრემლად როგორ არ დაიღრება. ამიტომაც დიახაც ჩვენ არა მარტო არსობრივად ცხოვრობთ ღმერთით და ყველაფერი მას ეკუთვნის, არამედ მისთვის უნდა ვიცოცხლოთ და მისთვის უნდა მოვკვდეთ, უნდა მიუძღვნათ ჩვენი თავი უფალს, როგორც ხშირად გვითქვავთ წირვისწოს, რო გვესმის შენი, შენთაგან, შენ და შემწირველი. აი ეს არის კონცენტრირება ქრისტეზე, რასაც ჩვენ თავიდან ვამბობდით. ამიტომ ვცოცხლობ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ. მანუგეშებელია ეს სიტყვა. ვცოცხლობ და უფლისანი ვარ, ეს ნიშნავს, რომ ვიღვაწო და ვკვდები და უფლისანი ვარ, ეს ნიშნავს, რომ არ ვკვდები, არამედ მასთან ვცოცხლობ, იმიტომ რომ ღმერთთან სიკვდილი არ არსებობს. ამიტომ სულ ვცოცხლობ, ოღონდ სულ უფლისანი ვარ. რადგან ქრისტე იმისთვის მოკვდა და აღდგა, რათა უფლობდეს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც. ჩემი ცხოვრების არც ერთი კუნჭული არ არის სიკვდილის ჩათვლით, საფლავის ჩათვლით, რომ ქრისტე იქ არ ჩამოსულიყო, ყველგან ჩამოვიდა, რომ იქიდანაც ყველგან ჩემთან იყოს, რომ გარდავიცვლები ჩემთან იყოს, მე რომ საფლავში ჩავიდები, იქაც ჩემთან იყოს, თუ ჯოჯოხეთში აღმოჩნდი, იქაც ჩემთან იყოს და ყველგან ეცდება ყველა მდგომარეობიდან გამომიყვანოს. ისე სხვათა შორის თუ არ მინდა რომ გავრისკო და ჯოჯოხეთიდან ამოსაყვანი გავხდე, მანამდე ჩემს საკუთარ ჯოჯოხეთში უნდა ჩავიდე და იქიდან ამომიყვანოს. და ამას კიდე შინაგანი ცხოვრება და გონებისმიერი ლოცვა ქვია და ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება, რამაზეც ჩვენ ხშირად ვამბობდით. ვინაიდან დაწერილია მეცოცხალი ვარ ამბობს უფალი და ჩემ წინაშე მოიყრება, მოდრკეს ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს. აქ კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდეს, საერთოდ როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდეს ადამიანს გონიერ არსებას ღმერთისადმი, რომ ის არის მარადიული სიცოცხლე და ჭეშმარიტად ერთადერთი ძალაუფლების მქონე, რომელიც ძალაუფლებაც კი არ ბატონობს ცოცხალ არსებაზე და გონიერზე, არამედ მამობრივი სიყვარულით ზრუნავს. და აი ეს რომ ყველა ენა აღვარებს, მოდრკება მუხლი და აწუყე კაცადმა ჩვენმა თავისათვის სიტყვა მისცეს ღმერთს. აი აქ რაც გითხარით, პასუხისგებლობა. ეს სიდიადე, რომის წინაშე მოდრკება ყოველი მუხლი და ის არის თავის სიდიადით საშინელი ღმერთი, რომელსაც სამწუხარო ჩვენი ამპარტავანი გონებით ვერ ვაცნობიერებთ, როგორც კი ქრისტიანი ამას აცნობიერებს, მის წინაშე მოწიწებით მოიდრეკს მუხლს და პასუხისგებლობისთვის მოემზადება. ჩვენი მასთან შეხვედრა არის პასუხისგებლობით მომზადება. მასთან შეხვედრისათვის ოღონ ამას ჭირდება ვარჯიში და ეს ვარჯიში უნდა დაიწყოს სანამ ცოცხლები ვართ. როცა წირვაზე ვართ, როცა ვლოცულობთ, როცა მოყვასთან ურთიერთობა გვაქვს, ანუ რასაც არ უნდა ვიქმოდეთ, ყველაფერს ღვთის სადიდებლად ვიქმოდეთ, ნიშნავს იმას, რომ პასუხისგებლობიანი შეხვედრისათვის ვემზადებით მასთან. ამავე დროს მის იმედით და მასზე მინდობით. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.